გამარჯობა, მე ვარ დათო სეხნიაშვილი, პირადი მწვრთნელი და ამ ვიდეოში გასწავლით როგორ უნდა აერჩიოთ ვარჯიშები მაქსიმალური კუნთის გასაზრდელად. სათითაოდ 1000 ვარჯიში რომ არ გავიაროთ, მე გეტყვით რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვარჯიში რომ კარგ ვარჯიშად ჩაითვალოს და შემდეგ თქვენ შეძლებთ კარგის და ცუდის გარჩევას. პირველი კრიტერიუმი არის რომ ვარჯიში კუნთის ბოლომდე გაწევის საშუალებას უნდა გაძლევდეს. ანუ მაგალითად, ბიცეპსის ტრენაჟორს თუ იყენებ და ეს კონკრეტული ტრენაჟორი რატომღაც ბოლომდე არ ჩადის, ანუ ვარჯიშის დროს ხელი ნახევრად მოხრილი რჩება, ეს ვარჯიში მთლად ოპტიმალური არ იქნება, იმიტომ რომ კუნთის ზრდის ძალიან დიდი ნაწილი ზუსტად გაწეულ მდგომარეობაში დატვირთვით ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კუნთი ყველაზე მეტად დატვირთული იყოს გაწეულ მდგომარეობაში. მაგალითად, დგომში თუ აკეთებ ბიცეპს, ხელი როცა გაშლილი გაქვს, კუნთი გაწელილი არის, მაგრამ დატვირთვა არ ადგება, იმიტომ რომ გრავიტაცია პირდაპირ ქვევით არის მიმართული. ჩვენ გვინდა რომ თან ბოლომდე გაიწელოს და თან გაწეულ მდგომარეობაში ყველაზე მეტად იყოს დატვირთული. ამისთვის შეგვიძლია დახრილ სკამზე გავაკეთოთ ვარჯიში, ან კაბელზე გადავიდეთ და ცალი ხელით გავაკეთოთ იგივე მოძრაობა, ისე რომ ხელი ზურგს უკან მოექცეს. მეორე ვარჯიშის მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, განგაშლა ჰანტელებით კარგი ვარჯიშია, მაგრამ იმის გამო რომ გრავიტაცია პირდაპირ ქვევით არის მიმართული, დელტები ყველაზე გაწეულ მდგომარეობაში საერთოდ არ იტვირთება. ამის შესაძლებლად შეგვიძლია სკამზე დავწვეთ გვერდულად და ცალი ხელით გავაკეთოთ ვარჯიში, ან კაბელზე გადავიდეთ და კაბელი დაახლოებით თეზოს სიმაღლეზე დავაყენოთ. ასე წინააღმდეგობის მრუდი შეიცვლება და კუნთი ყველაზე მეტად გაწეულ მდგომარეობაში დაიტვირთება. ანუ კარგი ვარჯიში კუნთის გაწევის საშუალებას უნდა გაძლევდეს და ყველაზე მეტად გაწეულ მდგომარეობაში უნდა გტვირთავდეს. მეორე კრიტერიუმი არის, რომ ვარჯიში რთული უნდა იყოს 5-დან 30 გამეორების საზღვრებში. კუნთი ყველაზე მეტად ამ გამეორებების რაოდენობით იზრდება, ამიტომ ისეთი ვარჯიში თუა შენს პროგრამაში, რომლის გაკეთებაც 30 გამეორებაზე მეტჯერ შეგიძლია, ამით კუნთს დიდად ვერ გაძლევთ. ასეთი ვარჯიშია მაგალითად ჩვეულებრივი პრესის ვარჯიში იატაკზე. შეიძლება დამწყები თუ ხარ 30 გამეორების გაკეთება გაგიჭირდეს, მაგრამ ადამიანების უმეტესობა ძალიან მალე ვითარდება ამ ვარჯიში და 30-ის, 40-ის და 100 გამეორების გაკეთებაც პრობლემა არ არის ხოლმე. ამიტომ ეს ვარჯიში ზედმეტად მარტივია. კიდევ ერთი მაგალითია აზიდვები. აზიდვა თავისთავად ცუდი არაა, 30 გამეორებას თუ ვერ აკეთებ, შეგიძლია თავისუფლად გამოიყენო. მაგრამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი 30 გამეორებას თავისუფლად აკეთებს და კიდევ აგრძელებს გამეორებების მომატებას. უფრო მეტი აზიდვის გაკეთება თუ ამიზანი ასეთი ვარჯიში კარგია, მაგრამ კუნთის გაზრდა თუ გინდა 100 აზიდვის გაკეთება დიდად არ გამოგადგება. მაინც და მაინც აზიდვების გაკეთება თუ გინდა, შეგიძლია რამოდენიმე გზით გაართულო ისინი. პირველი არის ხელების ამაღლებულ ზედაპირზე დადება, რომ ქვედა ნაწილში უფრო ღრმად შეძლო ჩასვლა და კუნთი უფრო მეტად გაგეწელოს. მეორე, შეგიძლია მოძრაობა შენელო და ქვევით ყველაზე რთულ ნაწილში პაუზა დაამატო და მესამე, შეგიძლია აზიდვები ვარჯიშის ბოლოს გააკეთო, როცა კუნთები ისედაც დაღლილი გაქვს და ბევრი გამეორების გაკეთება აღარ შეგიძლია. მესამე კრიტერიუმი არის, რომ ვარჯიში უნდა იყოს ადვილად პროგრესირებადი. ანუ ვარჯიშის გართულება მარტივად უნდა შეგეძლოს. ვარჯიშებს ძირითადად ვართულებთ ან გამეორებების გაზრდით, ან წონის მომატებით. გამეორებების მომატება პრობლემა არც ერთ ვარჯიშზე არ არის, მაგრამ წონის მომატებას რაც შეეხება, წონის გაზრდა ყველა ვარჯიშზე თანაბრად არ შეგიძლია. ისევ აზიდვების მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აზიდვებზე უკვე ყველაფერი თუ გაქვს გაკეთებული გასართულებლად, მაგრამ შენთვის მაინც ზედმეტად მარტივია, ერთადერთი გზა რჩება წონის მომატება. წონის დამატება კი შეგვიძლია მძიმე ჟილეტით, მაგრამ ეს ჟილეტები ყველას არ აქვს და გინდაც იყოს იმ დარბაზში, სადაც შენ ვარჯიშობ, არც ისე სასიამოვნოა ვიღაცის ნაცვამი ოქრიანი ჟილეტის ჩაცმა. ეს რომ შევადაროთ ჩვეულებრივ წოლ ჯიმს ან ნებისმიერ ვარჯიშს, რომელსაც შტანგით ვასრულებთ, რა თქმა უნდა, შტანგა ბევრად ჯობია, იმიტომ რომ შტანგაზე რამდენ წონასაც გინდა, იმდენს მოუმატებ. ანუ რა სიჩქარითაც გინდა პროგრესი, იმ სიჩქარით გექნება. ზუსტად ამისთვის არსებობს 1 კილოიანი და 9 კილოიანი წონები. ტრენაჟორებზე და ჰანტელებზეც სუსტად იგივე ვრცელდება, უბრალოდ ჰანტელებზე ცოტა ნაკლებად, იმიტომ რომ ზოგ დარბაზს ჰანტელები მხოლოდ 5 კილოიანი ნახტომებით აქვს და თუ 5 კილოს მომატება არ შეგიძლია, სხვა არჩევანი არ გაქვს. მეოთხე კრიტერიუმს რაც შეეხება, ეს არის ვარჯიშის სტაბილურობა. რაც უფრო სტაბილურია მოძრაობა, მით უფრო მეტი ინტენსივობით შეძლებ მის შესრულებას და რაც უფრო მეტია ინტენსივობა, მით უფრო მეტი სწრაფი კუნთოვანი ბოჭკო ირთვება. ეს იმიტომ გვაინტერესებს, რომ ყველაზე მეტად სწრაფი კუნთოვანი ბოჭკო იზრდება. დაბალი ინტენსივობით ვარჯიშისას შედარებით ნელი კუნთოვანი ბოჭკოები მუშაობენ, საშუალო ინტენსივობით ვარჯიშისას უფრო სწრაფი კუნთოვანი ბოჭკოები ირთვება და მაქსიმალური ინტენსივობით ვარჯიშისას თითქმის მხოლოდ სწრაფი კუნთოვანი ბოჭკოები მუშაობენ. ანუ კუნთის გაზრდა თუ გინდა ინტენსიურად უნდა ივარჯიშო და ინტენსიურად ვარჯიში რომ შეძლო, მოძრაობა უნდა იყოს სტაბილური. სტაბილურ ვარჯიშებში შედის თითქმის ყველა ვარჯიში, რომელიც ჰანტელებით, შტანგით და ტრენაჟორით შეგიძლია გააკეთო, ამიტომ კლასიკურ ვარჯიშებს თუ აკეთებ, პრობლემა დიდი ალბათობით არ გექნება. პრობლემა იქნება, როცა ვარჯიშს იწყებ არასტაბილურ ზედაპირებზე, მაგალითად როგორც არის ბალანსის ბურთები.
შეიძლება გინახავთ კიდეც როგორ აკეთებენ ჩაჯდომებს გასაბერ ბურთებს. ეს პრობლემა იმიტომაა, რომ როცა ბალანსზე ხარ კონცენტრირებული და შენი ორგანიზმი ხვდება, რომ არ ზედაპირზე არ დგახარ, მაღალი ინტენსივობით ვარჯიში ფიზიკურად შეუძლებელია. ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმები აქვს და როცა გრძნობს, რომ სტაბილურ და უსაფრთხო გარემოში არ ხარ, ძალის გამომუშავებას ამცირებს. და ასეც რომ არ იყოს, როცა მძიმე წონა გადევს სურგზე და თან ბალანსირებას ცდილობ, ამ დროს ძალიან მარტივად შეიძლება ტრავმა აიგიდა. ამიტომ ბალანსი თუ არაა მიზანი, ჯობია ჩვეულებრივ სწორი ატაკზე დადგე და ისე გააკეთო ჩაჯდომები ან ნებისმიერი სხვა ვარჯიში. მეხუთე გასათვალისწინებელი ფაქტორი არის სახსრების ტკივილი და კომფორტის დონე. ვარჯიშისას აქა-იქ სახსრების ტკივილი შეიძლება მოსალოდნელი იყოს, განსაკუთრებით თუ დიდი ხანია ვარჯიშობ, მაგრამ არსებობს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც ამ ტკივილს უფრო ამწვავებენ. ეს უმეტესად ინდივიდუალურია და ძირითადად შენს აგებულებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მე არასდროს მომწონდა გამართული შტანგის ამოწევა მხრებისთვის, იმიტომ რომ წონაც რომ არ დავამატო, სახსრების ტკივილს უკვე ვგრძნობ. ამიტომ არასდროს არ ვაკეთებ ამ ვარჯიშს, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება პირიქით იდეალური იყოს. ანუ თუ რომელიმე ვარჯიში სახსრებს კენს და შენთვის არაკომფორტულია, შეგიძლია სხვა ვარიანტით თავისუფლად ჩაანაცვლო. არც ერთი ვარჯიშის გაკეთება აუცილებელი არაა და კარგი ვარჯიში ისაა, რომელიც შენს სხეულს კარგად ერგება. კიდევ ერთი რამ, რაც კარგი ვარჯიშების არჩევაში დაგვეხმარება, ანუ მეექვსე ფაქტორი არის კუნთების აქტივაცია. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ორი ადამიანი ზუსტად ერთი და იგივე ვარჯიშის კეთებისას სამიზნე კუნთებს ერთნაირად არ გრძნობს. მაგალითად, შეიძლება ჩაჯდომა ჩემთვის იდეალური ვარჯიშია და ფეხებს კარგად ვგრძნობ, ვარჯიშის ბოლოსაც მეღლება და მეორე დღეს ტკივილიც მაქვს. მაგრამ ვიღაცას სხვანაირი აგებულება აქვს და ამიტომ სწორი ტექნიკით ჩაჯდომებს საერთოდ ვერ ასრულებს. ან აკეთებს და მხოლოდ წელი და საჯდომი ეღლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ვარჯიში გრძნობებზე დაყრდნობით უნდა დავგეგმოთ, მაგრამ თუ კუნთის წვას, პამპს, დაძაბულობას და შემდეგ დღეს ტკივილს გრძნობ, დიდი ალბათობით ეს ვარჯიში შენთვის უკეთესია, ვიდრე ის, რომლის გაკეთების დროსაც საერთოდ აზრზე არ ხარ, რომელ კუნთს ავარჯიშებ. მეშვიდე და საბოლოო კრიტერიუმი არის მოძრაობის შესრულების სურვილი. ანუ რამდენად მოგწონს კონკრეტული ვარჯიში და რამდენად გსიამოვნებს მისი შესრულება. რაც არ უნდა დისციპლინირებული ადამიანი იყო, რომელიმე ვარჯიში თუ გეზიზღება, დიდი ალბათობით მას ხშირად არ გააკეთებ. ან თუ დააძალებ შენ თავს და მაინც გააკეთებ, мотиваცია არ გექნება და იმდენად ხარისხიანად არ გააკეთებ, როგორც საჭიროა. ანუ ისეთი ვარჯიშები უნდა მოძებნო, რომლებიც შენ მოგწონს და რომლების გაკეთებაც გიხარია. ამას ხშირად არ ითვალისწინებენ ხოლმე, მაგრამ ვარჯიშის დროს სიამოვნების დონეს ძალიან დიდი გავლენა აქვს мотиваციაზე. რაც უფრო მეტად მოგწონს ვარჯიში, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ მას არ გამოტოვებ და პირიქით უფრო ხარისხიანი და მეტი ინტენსივობით გააკეთებ. ანუ რომ შევაჯამოთ კუნთის გასაზრდელად, ისეთი ვარჯიშები გამოგადგება, რომლებიც კუნთის ბოლომდე გაწელვის და თან გაწეულ მდგომარეობაში დატვირთვის საშუალებას გაძლევს. ამასთან ერთად რთულია 5-დან 30 გამეორებამდე ფარგლებში და თან მარტივად დასატვირთია, ანუ წონის მომატება ადვილად შეგიძლია. სტაბილურია და ბურთზე ან ცალფეხზე არ დგახარ ვარჯიშის შესრულებისას, სახსრებს არ გტკენს და სამიზნე კუნთის მუშაობას გრძნობ წვით, დაძაბულობით, ფამფით და შემდეგ დღეს ტკივილით და ამ ყველაფერთან ერთად თან ამ ვარჯიშის შესრულება გსიამოვნებს. ამ კრიტერიუმებს თუ აკმაყოფილებს რომელიმე მოძრაობა, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ კუნთის ზრდა პრობლემა არ იქნება. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, თუ მოგეწონა დაალაიქე და გამოიწერე, რომ შემდეგი არ გამოტოვო.